ვიმყოფებით სამბრედის რაიონში სოფელი პატარა ეწერი. აქ არის ბასეინები, რამოდენიმე ბასეინია. აი თქვენს ხედავთ. კომერციული ბასეინებია, გულიან ბიჭები, თევზი გაშვებული ყავთ. ძირითადად ამური და კობრი იჭირება. ჩვენ ახლა მოვედით წელს პირველი გამოსვლაა ჩვენი ამ აუზებზე შარშან ვისიამოვნეთ ასე რომ ვთქვათ და წელს კიდე იმედით შევყურებთ საქაურობას. ახლოს არის ძალიან, აი სამტრედიაში არ შესული, ქუთაისიდან სულ რაღაც 17 კილომეტრია. სამტრედიის შესასვლელში პირველი ხიდი არის და იმ ხიდზე არ გადავდივართ, მანამდე არის აქეთ სოფელი, სადღაც 1 კილომეტრში პატარა ეწერი. მარჯვენა მხარეს. ასე რომ ყველა შეუძლია ჩამოვიდეს და მოსიჯოს თავისი ძალები. გამოავლინოს თავისი ნიჭიერება თევზაობაში. ხო, ჩვენ თევზაობთ მეთოდ ფიდერით. შარშანაც ასე თევზაობდი. აქ კორმი მეთოდ ფიდერის ამაქვს სპეციალური კორმებია. ესეთი ასევე კობრის კორმსაც ურევ. მცირე არომატები მაქვს სითხის სახით და იმას ვამატებ. გულს გითხარით, ახალი მოსულები ვართ. მასე რაღაც სასვენებდა და მე მგონი კარასი მაწვალებდა, ახლა ამოვიღებ. და ისევ მოვსინჯავ ხელახლა გადაგდევას. სიღრმე აქეთ ჩემს მხარეზე ცოტას იკლებს, იქეთ აქ სადღაც მეტრო-ნახევარი როგორც მეპატრონეები ამბობენ. ჩვენი სიმინდი და სურავი პატარა ბოილი ისევე ისე ხელუხლებელია როგორც გადავაგდეთ. ასე რომ განვაახლოთ ახლა მაქვს სხვა ჩანაფიქრი. მოდი ჭიაყელას დავაგებ და გავუკეთებ ბოილს, რომელიც ტკივტივა ბოილი ქვია ამას, რომელიც არ იძირება. ეს არის ბალოტიში ასე ძახიან. სხვადასხვის მე წყალდობოში ვცხოვრობ და წყალდობოში აი ჩაბალოტებული ადგილებია. ესეთი წყლიანი და იქ მოიპოვება ეს ჭია. ანუ ნაკელიჭით თევზაობენ აქ ძირითადად და ნაკელიჭია იყიდება კიდეც სათევზაო მაღაზიებში. ეს უფრო ესეთი ძნელი მოსაუბრებელი ჭია და ამას უკეთებ თავის ზემოთ ტკივტივა, ანუ ბოილს, რომელიც არ იძირება. აი ეს ვაკეთებთ. მერე ეს არის სპეციალური ჩაშკა მეთოდ ფიდერისთვის. treba გასწოროთ ესე უნდა
ერთმანეთს შიგნით ესე ვიტოვებთ მოგეთ ცოტა ძალას ვადამთ დაიპრესოს კარგად გამოდაბამას ისეთ ასაჭერი აღმოსაწევი აიცებოდა სადაც ვაკეთებთ გადაგდებას ის არ გადამიღია დაკორბა ცოტა კორმი ჩავყარე ბევრი არა ადრე გაზაფხულზე საერთოდ არ ჭირდება ბევრი კორმი ისედაც არ არის იმდენად ჯერ აქტიური თევზი იმიტომ რომ წყლის ტემპერატურა არ აღემატება როგორც მე პატრონებმა მითხრა ამდენით გავზომიათ არის 14 გრადუსი საერთოდ თევზი და ესეთი წყალსატევების თევზი უფრო აქტიურ მოძრაობას იწყებს, როდესაც 16-17 გრადუსზე გაწება წყალი. ამიტომ ასეთ პირობებში ძალიან ისეთი მასიური კორმი არ არის საჭირო თევზებისთვის. კარგი, აბა გადავინაცვლოთ ახლა იქეთ. აქ ცალკე მაქვს ჩაგდებული. ეს უფრო სხვა მეთოდით სტილით თევზაობა. ეს არის კარმოშკა. იმიტომ ვეძახი რუსულად თუ ქართულად არ ვიცი, არა აქვს ამას სახელები და ინგლისურად რაღაც სხვა უზახიან კიდე და ამიტომ მე ვიტყვი ისე როგორც ჩვენი რუსი მეგობარი რიბაკები უძახიან და არ დამძრახოთ მეგობრებო. აქაც საჭი აკელა მქონდა და შეგუხლებელია. მგონი მოვსინჯავ ესე სიმიც ეს არის სიმიდი ექსტრაქტა იმის არომატით შერეული ხილის ასორტია. შერეული ხილის გემოაქვს. ეს კიდე არის დამატებითი ტკბილი სიროფი, რომელიც ძალიან უყვარს ესე ტბის და ადგარი ტბის წყლის თევზებს, კობრს და ამურს. გავთავისუფლოთ ეს. ვაგებთ სიმიც. ესეთი მეთოდით
დავუძებთ სიროფში. აი ესე. და ვაკეთებთ გადაგდებას წყალში. ვცდილობთ რომ ერთ და იგივე ადგილზე ჩავაგდო, იმიტომ რომ იქ ნაპირიდან ჩავყარე იმ ადგილში კოლმე რამოდენიმე ესეთი ბურთულა მქონდა გაკეთებული. მოვუშვათ ახლა ეს თევზი რომ მოვიდეს არ გაგვიწყვიტოს პავადოკი თუ აიღებს წავა და ხმას გავიგონებ მეაქვებზე ვარ და გამოვიქცევი კარგი ახუროთ ახლა ეს ყველაფერი იქით გადავიტანოთ ესე გავაგზავნოთ თევზაობა ვინც ჩემს გადაღებულ ვიდეოებს ადევნებს თვალს და ფოტოებს მათ იციან შარშან აი ამ ადგილზე ზუსტად ამ ბასენზე დავიჭირე 4 ცალი კარგი ამური 4 კილონახევრიანი იყო 5 კილოიანი იყო 3 და 500 იყო აგით გვერდით ჩემი მეგობარი ბუთია იცნობს ამას თქვენ აგერზის ბუთი როგორ ახალ მეგობარო მიესალმე ჩვენს მაყურებლებს იცოცხლე ამ ბასენზეც შაშა მქონდა წარმატებული ჭერა ძალიან კარგი ისინი დავაწყოთ ახლა ჩემი აბლა დიდება ჯოხი არა ავაწყე დღეს იმიტომ რომ ართული საჭიროთ ჯერ როგორც გითხარით გამიმეორებ კიდე არ არის თავდიმდენად აქტიური თევზი ეს არის ამურის სპეციალური ტივტივა რომელიც არის ძირება ბოილი ამას ვაპირებ დღეს კიდე მოსინჯო ჯერ აი მეთოდით როგორც მაქვს დაწყებული იმას ვნახავ აბა იცი